წინასაარჩევნო დარღვევები და გამოკვეთილი ტენდენციები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბოლო დღეების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიში სხვადასხვა პარტიის მოქმედება კრიტიკულად არის შეფასებული. დოკუმენტის ნაწილი ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებასაც. კონკრეტულად რა ფაქტებზე საუბრობს ორგანიზაცია და როგორ ეხმაურებიან საიას ანგარიშს მასში მოხვედრილი სუბიექტები თუ უწყებები. ნიკა მოლოდინაშვილის რეპორტაჟი. შესაძლო დარღვევის 7 შემთხვევა, ასეთია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ბოლო რამდენიმე დღის მონიტორინგის შედეგი. საიაში ამ რაოდენობას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად ინციდენტების რიცხვიც გაიზარდოს. საიას ანგარიშში მოხვდა სხვადასხვა პარტიების მხრიდან მოქალაქეების პირადი მონაცემების გამოთხოვის ფაქტები. ორგანიზაციაში პარტიების მიზნებს ვერ აკონკრეტებენ, თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მათ უკვე მიმართეს. პარტიის წარმომადგენლები აკეთებენ ამას, მათ შორის ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ეგრეთ წოდებული კოორდინატორები, საქართველოს მოქალაქეების გასაგონად თქვა, რომ პირადი მონაცემები, როგორიც არის სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის ნომერი, არის თქვენი პირადი ინფორმაცია. აუცილებლად დავინტერესდებით არა მხოლოდ მიზნებით, რა მიზნებითაც ხორციელდება ამ მონაცემების შეგროვება, არამედ იმით, რამდენად ინფორმირებული იყო მოქალაქე წინასწარ. კოორდინატორების მიერ პირადი მონაცემების მოპოვების ფაქტებს მმართველ პარტიაში არ ადასტურებენ, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაში რეაგირების პირობას დებენ. დარღვევებთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგების მოლოდინშია ნაციონალური მოძრაობა. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მგონია, რომ შეწყდეს ის დაშინების კამპანია, რომელსაც აწარმოებს სუსი. პირადი ნომერების დაფიქსირება საინფორმაციოს ნამდვილად ვერ დავადასტურებ, თუ რაიმე კონკრეტული ფაქტი იქნება ასეთი ტიპის, ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ფაქტი, თუ რომელიმე ფაქტი იქნება იდენტიფიცირებული, ჩვენ მზად ვართ რეაგირებისათვის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შენიშვნები შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით აქვს და კონკრეტული ფაქტების დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს. მათ შორის საუბარია 19 სექტემბერს ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც ოფისში ორი შეიარაღებული პირი სავარაუდოდ პროვოკაციის მოწყობის მიზნით იმყოფებოდა. საიასთვის გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია ცნობილია, შედეგის შესახებ კი უცნობი. ჩვენ ამ დრომდე არ მოგვისმენია ოფიციალური პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ან რაიმე განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, როგორ მიმდინარეობს გამოძიება. რამდენიმე შემთხვევა ახალგაზრდა იურისტების განცხადებით ამომრჩევლის შესაძლო მოწყობის ფაქტებს ეხება. გორსა და ფოთში. მათი ინფორმაციით გორში პროდუქტების გადაცემა ამომრჩევლებზე ირაკლი ოქრუაშვილის საინიციატივო ჯგუფის წევრების მხრიდან მოხდა, ხოლო ფოთში ეროვნული ფორუმის მაჟორიტარობის კანდიდატის ოთარ ხარჩილავას მხარდამჭერების მიერ. ბრალდების ადრესატები ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს უარყოფენ, ირაკლი ოქრუაშვილი კი მიზანმიმართულ პროვოკაციებზე საუბრობს. მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია, ამას წინათ ერთმა სოფლის ადვოკატმა ინტრიგანმა ნოდაზე გააჩნდა ნორმატიული ინფორმაცია, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. როგორც თქვენ თარიღი დამისახელეთ 13 სექტემბრიდან მე თვითონ ვერ ყოფილიდი საავადმყოფოში და არანაირი შეხება არ ქონია. ეროვნულ ფორუმზე ოთარ ხარჩილავის ესარჩენები მოგებული აქვს და ხელისუფლება, როგორც ვატყობ, საიასთან ერთად ცდილობს ბინძური ტალახების ჩემს მიმართ სროლას, მაგრამ ადამიანებმა თუ ერთმანეთის შეღებეს, ერთი ნათელი დღე ბავშვებმა ერთმანეთს აჩუქეს, მე რა ფული დაურიგე ბავშვებს ერთმანეთის შეღებად, რა სისულელეა კომენტარისგანაც მეცნიერება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნებამდე მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებას კვლავ გეგმავს.